გკითხავთ პირდაპირ, გჯერავთ, რომ მედიამ საკუთარი შვილები მოკლა? 2500 წელი საკმარისია ტყუილისათვის. 2500 წელი მას ცილი დასწამეს, მოღალატე დაარქვეს, მკვლელი უწოდეს, მაგრამ სიმართლე სხვაა. მედია კოლხეთის მეფის აიეტის ასული იყო მკურნალი, ქურუმი, მეცნიერი. ის არ იყო მოღალატე. ჩვენ ქართველები მისი მემკვიდრეები ვართ, დროა სიმართლე გავიგოთ. აფსირტე მისი ძმა იასონმა მოკლა და არა მედიამ. ისიც მედიას უჩუმრად. ბერძნებმა აფსირტე ვითომ მოსალაპარაკებლად მოიწვიეს და მას იასონმა ზურგში მუხანათურად ჩასცა მახვილი. მედიას შვილების მკვლელობის ამბავი დაწერა ბერძენმა ევრიპიდემ. დიახ, იცით თუ არა, რომ კოლხთა მეფე აიეტის ასულს მედიას ბერძენმა ტრაგიკოსმა ევრიპიდემ თავს მოახვია შვილთა მკვლელობის უმძიმესი ტვირთი. ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა დიდი მწერალი ტრაგიკოსი ევრიპიდე. ყველა მისი ტრაგედიის მთავარი გმირები, ქალები, განსაკუთრებით მძვინვარე და აგრესიულები იყვნენ შურისძიების დროს. ისინი არავითარ ბოროტებას არ ერიდებოდნენ. ევრიპიდეს მისი ცოცხლიშივე დაარქვეს მიზოგინი, ქალთმოწულე. ამბობენ, რომ ქალები ქუჩაში დასდევდნენ ევრიპიდეს მოსაკლავად. მისი სიკვდილის შესახებ ასეთი ხმები დადიოდა. თითქოს ევრიპიდე ქალებმა ხელთიგდეს და ნაკუწებად აქციესო. ზოგი იმასაც ამბობდა, ქალებმა ევრიპიდე ცოფიან ძაღლებს დააკლეჯინესო. ერთმშვენიერ დღეს ევრიპიდემ გადაწყვიტა დაეწერა მისგან დაახლოებით 1000 წლის წინათ კორინთოში დატრიალებული ამბავი და ასე გაჩნდა მსოფლიო ლიტერატურაში სახელგანთქმული ტრაგედია მედია. ევრიპიდემ ნამდვილი ამბის ნაცვლად კორინთელებმა რომ მედიას ბავშვები დახოცეს, პირიქით მედიას საკუთარი შვილები დაახოცვინა. ევრიპიდესათვის მთავარი იყო ქალს ჩაედინა საშინელი შურისძიება. ევრიპიდემ გამოიგონა თითქოს კოლხეთის მეფის ასულმა მედიამ საკუთარ შვილებს ყელები დასჭრა. ევრიპიდეს გამოგონული ამბის შესახებ გადმოგვცემენ ძველი დროის ისტორიკოსები და მწერლები, მაგალითად კრეოფილე, პინდაროსის სქოლიასტი, პარმენისკე პავსანია, ხოლო კლავდიუს ელიანუსი იმასაც ამბობს, რომ კორინთელებმა ევრიპიდეს 5 ტალანტი მისცეს. 5 ტალანტის დაახლოებით 25 კილოგრამი ოქროა. დიახ, 5 ტალანტი მისცეს, რათა ბავშვების დახოცვა დედისთვის დაებრალებინათ. მათთვის კი ბავშვთა მკვლელობის ლაქა ჩამოერეცხა. ასე დაიფარა დავიწყების ფერფლით ნამდვილი ამბავი კოლხთა მეფის ასულ მედიას ტრაგედიისა. გადმოცემის მიხედვით მედიას იასონისაგან შეეძინა 2 ვაჟი, მერმეროსი და ფერესი. ისინი კორინთელებმა ტაძარში ბომონთან მოიმწყვდიეს და ყელები გამოსჭრეს. ეს დიდი მკრეხელობა იყო, რამე თუ ტაძარში არამცთუკას სკვლა, არამედ უბრალოდ ხელი შეხებაც კი ღმერთებისადმი დიდი მკრეხელობა იყო. მედია კორინთოდან წამოვიდა. იგი ერთხანს ათენში ცხოვრობდა მეფე ეგეოსის სასახლის კარზე. მერე ადგა და სულ წავიდა საბერძნეთიდან. არავინ იცის რა გზებით, როგორ, რა საშუალებით დაბრუნდა სამშობლოში, უცხოობაში განადგურებული მარტოსული კოლხი ქალი. როგორც კი მშობელ მიწაზე ფეხი დაუდგამს, კვლავ აღორძინებულა მისი გრძნეული სული. ჩვენ არ ვიცით, რა ძალამ დასცა აიეტის ხელმწიფობა, მაგრამ იმას კი გვიამბობს მატიანე, რომ მედიამ კვლავ აღადგინა კოლხეთის სამეფო ტახტზე მშობელი მამის ბრძანებლობა. არც ის ვიცით, რისთვის ან სად, რა პირობებში ერკინებოდნენ ერთმანეთს კოლხები და სავრომატები, მაგრამ მედიას გრძნეულობის ხელშეწყობით კოლხთა ლაშქარმა ბრძოლის ველიდან განდევნა თურმე ურიცხვი მტერი. არა ვიცით, როგორ დაასრულა თავისი წამებული სიცოცხლე კოლხთა მეფის ასულმა მედიამ. მატიანე თუმს